რატომ გვიყვარს McDonald's-ი? ან პირიქით, რატომ ვერ ვიტანთ მას ასე ძალიან? თუ დაუკვირდებით, ორივე ემოცია ერთი და იმავე მიზეზიდან გამომდინარეობს. ამ რესტორანში საერთოდ გამქრალია მოულოდნელობის მომენტი. ის რაც მოსაწყენად ერთნაირია თბილისშიც, ნიუ-იორკშიც და პარიზშიც. ბიზნეს სცენაზე ამას მოლოდინების იდეალური მართვა ჰქვია. როცა მომხმარებელს არ აიძულებს ზედმეტი ფიქროს და აძლევს ზუსტად იმას, რასაც ელის ბრენდის მიმართ, დობა ამ დროს ყალიბდება გოცნობიერ დონეზე. მაგრამ თუ დაფიქრებულ ხართ კონკრეტულად რის ხარჯზე მიიღწევა ეს პროგნოზირებადობა, თუ McDonald's-ის მუშაობის პრინციპს შეხედავთ, იქ ყველაფერი უკიდურესობამდეა სტანდარტიზებული. საქმე მხოლოდ ბურგერის რეცეპტში კი არ არის, არამედ წამებში გაწერილ პროცესებში. იმაში, რომ ფრი ზუსტად ერთსა და იმავე ტემპერატურაზე, ერთსა და იმავე დროში იწვება, ხოლო შეკვეთის მიღებიდან მის გაცემამდე ადამიანების ყოველი მოძრაობა წინასწარ არის გათვლილი. აქ არ არსებობს ქაოსი, არ არსებობს ზარეულისპირად განწყობა ან იმპროვიზაცია. შენ შედიხარ სისტემაში, რომელიც საათივით მუშაობს და ზუსტად ამიტომ გაძლევს ერთნაირ შედეგს ყოველ ჯერზე. მომხმარებლისთვის კი ეს ყველაფერი ორ მთავარ პრინციპამდე დადის: სისწრაფესა და ნაცნობ სტრუქტურაზე. შენ არ გიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეუკვეთო. ეკრანის ვიზუალი ყველგან ერთნაირია. არ გიწევს ლოდინი და ნერვიულობა იმაზე, თუ როდის იქნება შეკვეთა მზად. პროცესი მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია. ტვინი ამ სიმარტივის მომენტალურად იმახსოვრებს და აღიქვავს როგორც კომფორტის ზონას. ამიტომ, როცა ამ სისტემას თვლიანობაში ვუყურებთ, ხვდებით, რომ McDonald's-ში ბურგერი და ყველა სხვა დანარჩენი უბრალოდ ზედაპირზე არსებული პროდუქტია. რეალურად კი საქმე ჩემი აზრით დროის დაზოგვასა და რისკის მინიმუმამდე დაყვანილ გამოცდილებას ეხება. შენ იხდი ფულს იმაში, რომ წინასწარ ყიდულობ გარანტიას. იცი რა ფასად, რას მიიღებ, რამდენი წუთი დაგჭირდება ამისთვის და რა გემო ექნება საკვებს. და ზუსტად ეს მოდელი, სადაც მომხმარებელს არ აიძულებ ენერგია ხარჯოს ახალი წესების სწავლაზე და სადაც მას ყველაფერს მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად აწვდი, არის ნებისმიერი გლობალური ბიზნესის წარმატების უნივერსალური ფორმულა. მნიშვნელობა არ აქვს ასყიდი. ტანსაცმელს, მანქანებს, სამშენებლო მასალებს თუ მომსახურებას. თუ შენი კლიენტი შენთან ურთიერთობისას იღებს ზუსტად ისეთივე სტაბილურ, გამართულ და სწრაფ პასუხს, როგორცაც მიიჩვია, ის ავტომატურად ხდება შენი ერთგული. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პრინციპები დღეს ბევრად უფრო მკაცრად და ბევრად უფრო მასშტაბურად მუშაობს ციფრულ სამყაროში, ვიდრე ფიზიკურ რესტორნებში. თუ კარგად დაუკვირდებით, ინტერნეტის მთავარი მამოძრავებელი ინსტრუმენტი საძიებო სისტემა, რომელსაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს ინფორმაციის მოსაძებნად, ზუსტად ამავე კანონზომიერებებზე აგებული და მომხმარებლის მოთხოვნებსაც ზუსტად ამავე ლოგიკით პასუხობს. დაფიქრდით. რატომ არის Google-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა? იმიტომ, რომ მან ყველაზე უკეთ შეძლო ამ პრინციპით ციფრულ ფორმატში გადმოტანა. როცა საძიებო ველში ამას წერთ, ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად ზუსტად ამ კომფორტს და გარანტიას ითხოვს, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით. ჩვენ გვინდა, რომ პასუხი იყოს მომენტალური და კონკრეტული. შესაბამისად, Google-ის მთელი ფილოსოფია ის არის, რომ მან იცის ინტერნეტში ადამიანის მოთმინების ფიალა ზუსტად 2-3 წამში რომ ივსება. თუ საიტი ამ დროში არ ჩაიტვირთა, ან თუ იქ შესრულებს ნაცნობი მარტივი სტრუქტურა არ დაგხვდა, ჩვენ ეგრევე ბრუნდებით უკან. ციფრულ მარკეტინგში ამას bounce rates, ანუ საიტიდან მომენტალურად გაქცევის პროცენტს ეძახიან, ბიზნეს ენაზე კი ეს მარტივ ფორმულამდე დადის. თქვენ ასეთ დროს კლიენტს საკუთარი ხელით ჩუქნით კონკურენტს. დღეს ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც კომპანიები ონლაინ სივრცეში უშვებენ, არის ის, რომ ცდილობენ იყვნენ ზედმეტად კრეატიულები, იქ სადაც სიმარტივეა საჭირო. ისინი ქმნიან რთულ, გადატვირთულ ვებგვერდებს, ვალავენ ფასებს, ართულებენ ყიდვის პროცესს და მომხმარებელს აიძულებენ იფიქროს. McDonald's-ის გაკვეთილი გვასწავლის, რომ ინტერნეტში იმარჯვებს არა ის, ვინც ყველაზე გენიალურ დიზაინს შექმნის, არამედ ის, ვინც ყიდვის პროცესს მაქსიმალურად ავტომატურს გახდის. სხვათა შორის, იგივე პრინციპი გამოიყენა ილონ მასკმა Tesla-ს ონლაინ გაყიდვებისთვის. მან გადაწყვიტა, რომ მის ვებსაიტზე მანქანის შეკვეთა უნდა შეძლებოდა მომხმარებელს ზუსტად იმავე კლიკების რაოდენობაში, რაც სჭირდებოდა პიცის შესაკვეთად. ანუ უნდა შეემცირებინათ 6 თუ 7 კლიკამდე მანქანის შეკვეთის პროცესი. ამან გაამართლა, რამდენი პროცენტით გაეზარდათ გაყიდვები ზუსტად არ მახსოვს, თუმცა რამდენიმე ასეული პროცენტით ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა იყო, იმიტომ რომ 100 კლიკიდან შეამცირეს 6-ან 7 კლიკამდე. თუ გინდათ, რომ თქვენმა ციფრულმა ბიზნესმა იმუშაოს, თქვენი საიტი, აპლიკაცია თუ ონლაინ მაღაზია უნდა მოერგოს არა თქვენს ამბიციებს, არამედ მომხმარებლის ტვინს. რომელსაც როგორც წესი მხოლოდ ორი რამ აინტერესებს. პირველი არის სისწრაფე და მეორე არის ნაცნობი სტრუქტურა.
ამ ორ ფაქტორს, სისწრაფესა და სტრუქტურას ავტომატურად მოხვდება კიდევ ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. რაც უფრო მეტ ვარიანტს სთავაზობ ადამიანს, მით უფრო უჭირს მას გადაწყვეტილების მიღება. თუ დაუკვირდებით McDonald's-ის მენიუ მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანია, ის რამდენიმე საბაზისო ინგრედიენტისა და სტანდარტიზებული კომბინაციის გარშემო ტრიალებს. რესტორანი ხელოვნურად გვიზღუდავს არჩევანს, რათა დაგვიზოგოს ფიქრისთვის საჭირო ენერგია. ჩვენ შევდივართ ობიექტში და წამებში ვიცით რა გვსურს, რადგან ტვინს 1000 ვარიანტის გაფილტვრა არ უწევს. ახლა კი შეხედეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც ციფრულ სივრცეში ამ წესს უგულვებელყოფენ. ალბათ ხშირად შესულხარ ონლაინ მაღაზიაში, სადაც პირველივე გვერდზე ხდება ათობით სხვადასხვა აქცია, ასობით კატეგორია, მილიონი ბანერი და ასე შემდეგ. ინფორმაციული გადატვირთვა არის ნომერ პირველი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები კალათას ბოლო მომენტში ტოვებენ და საიტიდან გადიან. მათ უბრალოდ ეზარებათ ამდენი ვარიანტის შედარება და დაფიქრება. ყველანი ეგრე ვართ უბრალოდ მოწყობილები. აქვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს უმსხვილეს ციფრული გიგანტები ზუსტად McDonald's-ის ამ მინიმალისტურ პრინციპს იყენებენ. მაგალითად, Netflix-ის ან Spotify-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა ალგორითმია, რომელიც ათასობით ვარიანტიდან რამდენიმე კონკრეტულ ვარიანტს გირჩევთ, რათა არჩევანი გაგიმარტივოთ. სხვათა შორის, თავად McDonald's-მაც ბოლო წლებში გადაწყვიტა ციფრული სამყაროს ეს წესები ფიზიკურ რესტორნებში დაებრუნებინა. გაიხსენეთ მათი ყველაზე დიდი რევოლუცია ბოლო 10 წლებში. ეს იყო ტრადიციული სალაროების ჩანაცვლება უზარმაზარი, სენსორული თვითმომსახურების მონიტორებით. ამ სულით კომპანიამ ადამიანური შეცდომისა და ქაოსის რისკი პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა. მათ გააუქმეს კომუნიკაციასთან დაკავშირებული ბარიერები, პირველ რიგში დგომის დისკომფორტი და შეკვეთის სწრაფად გაფორმების სტრესი. მომხმარებელს მისცეს იდეალური, სტანდარტიზებული ციფრული ვიზუალი ფიზიკურ სივრცეში, რითაც პროცესი კიდევ უფრო სწრაფი და ნაცნობი გახდა. ეს არის იდეალურად შეკრული წრე. ბიზნესის მოდელი, რომელიც ფიზიკური პროცესების სტანდარტიზაციით დაიწყო, გადაიღო ციფრულმა სამყარომ, დღეს კი ეს ციფრული სიმარტივე ისევ ფიზიკურ რეალობას მართავს. ამიტომ, როდესაც საუბრობ თანამედროვე მომხმარებლის ციფრულ გზაზე, ანუ იმაზე თუ როგორ უნდა იყოს აგებული მომხმარებლის გამოცდილება საიტზე ან აპლიკაციაში, ჩვენ ფაქტობრივად McDonald's-ის ლოგიკაზე ვსაუბრობთ. ნებისმიერი წარმატებული ციფრული პროდუქტი იქმნება არა იმისთვის, რომ ადამიანი თავისი სირთულით გააოცოს, არამედ იმისთვის, რომ მას გზა მაქსიმალურად გაუმარტივოს. თუ თქვენი საიტის ვიზუალი მომხმარებელს აიძულებს შეჩერდეს და იფიქროს სად იპოვოს სასურველი სექცია, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ამ დიდ თამაშში აგებთ. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამ ერთფეროვნებაში მაინც არსებობს კრეატივის ადგილი. ბევრს გონია, რომ სტანდარტიზაცია ორიგინალურობას კლავს, მაგრამ McDonald's-ის შემთხვევა საპირისპიროზე მეტყველებს. კრეატივის ადგილი არის თავად პროდუქტში, უნიკალურ შეთავაზებასა და იმ ემოციაში, რომელსაც ადამიანი ყიდულობს. და ზუსტად ამ ტექნიკური სისტემის საათივით აწყობაში გეხმარება TEDx SEO. ჩვენი საქმე, თქვენი პლატფორმის იმგვარი ოპტიმიზაციაა, რომ მან Google-ის ალგორითმებთანაც და რეალურ მომხმარებლებთანაც შეუფერხებლად იმუშაოს. ზუსტად ისე, როგორც McDonald's-ის გამართული მექანიზმი მუშაობს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ არის ერთი დეტალი, რომელსაც ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ. McDonald's-ის წარმატება მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ მან მომხმარებლის ქცევა შეისწავლა. რეალური ძალა ამ ცოდნის სისტემად ქცევაშია. თითქმის ნებისმიერ ბრენდს შეუძლია გაარკვიოს, რა სურს კლიენტს, მაგრამ გაცილებით რთულია ისეთი მექანიზმის აშენება, რომელიც ამ სურვილს წლების განმავლობაში ათასობით სხვადასხვა ლოკაციაზე ერთნაირი სიზუსტით დააკმაყოფილებს. ხშირად ისიც გონიათ, რომ ბიზნესის ზრდა რეკლამით იწყება. არადა თუ პროცესები გამართული არ არის, ყოველი დამატებითი ვიზიტორი საიტზე მხოლოდ დამატებით პრობლემას ქმნის. თუ საიტი არ მუშაობს, რეკლამა ვერ გიშველის. თუ მომხმარებელი პასუხს ვერ პოულობს, SEO-ს შედეგის დროებითია. თუ სტრუქტურა არ არსებობს, მასშტაბირება შეუძლებელია. McDonald's-მა ეს კიდევ 10 წლეულების წინ გააცნობიერა. ამიტომ შექმნა ბიზნესი, რომელიც კონკრეტულ ადამიანებზე კი არა პროცესებზეა დამოკიდებული და რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთნაირად მუშაობს. საბოლოო ჯამში, სწორედ ამიტომ არის McDonald's-ი ერთდროულად აღფრთოვანებისა და უდიდესი გაღიზიანების ობიექტი. ზოგისთვის ის გლობალური კომფორტის სიმბოლოა, ზოგისთვის კი კულტურული ერთფეროვნებისა და არაჯანსაღი ინდუსტრიის სახე. თუმცა შეუძლებელია უარყო მთავარი.
ძალიან ცოტა ბრენდმა შეძლო, რომ ადამიანების ყოველდღიური რითმისთვის ფეხი ასე ბუნებრივად აეწყო. ბოლოს და ბოლოს სრულიად უცხო ქალაქშიც კი ჩვენ ზუსტად ვიცით რა გველოდება McDonald's-ის კარგად ნაცნობი ლოგოს მიღმა. და როცა გარშემო ყველაფერი უცნობია, ჩვენი ტვინი ექსპერიმენტებს ისევ ნაცნობ გარანტიას ამჯობინებს. ბიზნესისთვის კი წარმატების უმაღლესი ფორმა სწორედ ეს არის. შექმნა ისეთი გარემო, სადაც მომხმარებელს არჩევანის 1000 ვარიანტი აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც შენ სასარგებლოდ იღებს. და თქვენ რას ფიქრობთ? გახსენებათ საქართველოში McDonald's-ზე უფრო სტაბილური გემო და სტაბილური ხარისხი.